გამარჯობა, მე ვარ გიგო შიუკაშვილი და ვარ მსახიობი ასდაკის ვაჟი. დაუნის სინდრომის მსოფლიოს დღე 21 მარტი. ერთად მარტობის წინააღმდეგ. 20 წლის ვიყავი ისპახტოში და მე მომცა შესაძლებლობა ისპახტორმა დამიტოვა მეგობრობა, სიყვარული და შესაძლებლობა. მე საქმიანობ ვარ ბარმენი, იგივე ბარისტა ვმუშაობ, ძალიან მომწონს, კარგი კლიენტები, კარგი ოფიციანტები, ჩაის და ყავას ვუკეთებ და კოქტეილებს და სასმელებს და ძალიან მოსწონთ ადამიანებს. და მე ბოლოს თეატრში მსახიობობ, ვარ ალჩოსთან ერთად, რეპეტიციებზე გავიარეთ და ძალიან მომეწონა. ვარ მსახიობი. ბოლოს სპექტაკლზე ვიმუშავეთ, ეგ არის ჩვენ მუშაობთ ადრე კაცი ადამიანი დავიწყეთ სპექტაკლი ერთი, მერე ბოშების დავიწყე, მერე ცეცი ბაირაღების და მერე ახლა დღეს მუშაობთ რეპეტიციებზე, მერე სხვადასხვა ასრულებზე მივდივარ სპექტაკლებზე, რეპეტიციებზე და ასე შემდეგ. რასთავარია მე პოზიტიური ვარ. ჩემი როლი ძალიან მომეწონა. მე ვხედავ მზეს, სოსოიას, რუსი ანატოლი. ბალჩო გაბროვაშვილი არის ჩემთვის ძალიან მაგარი ადამიანი. ბალჩო გაბროვაშვილი არის ჩემთვის კარგი პიროვნება. დადებითი სულ ასხივებს ბალჩო გაბროვაშვილი პოზიტიურია, საყვარელია და ჩემთვის ბალჩო არის როცა კედელს მიმაგრებს და გველში მიდგას ბოლომდე. ბალჩო გაბროვაშვილზე ახსნა და რო გითხრათ, ახსნა არის როცა წლებია ბალჩო გაბროვაშვილი დაასა ასდაკის ბაღი თავიდან და ძალიან მომეწონა, მაგრამ ბალჩო გაბროვაშვილის დამსახურებაა, ჩვენი ბალჩო გაბროვაშვილის მასწავლებლის დამსახურებაა, მაგრამ და დღეს ძალიან ბალჩო გაბროვაშვილი რომაში ჩადო ეს ყველაფერი და ბოლომდე ისი რა მახსენდება ბალჩო გაბროვაშვილზე, მახსენდება რომ პატარები ვიყავით და გარაჟებში რო გავთხარეთ იმ დროს, მერე პატარები რო ვიყავით, მერე კი გავიზარდეთ. ბალჩო თვალს წინ გავიზარდეთ. თითქოს შვილი ვარ. თითქოს მისი ბავშვი ვარ. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული ლიტერატურა და საქართველოს ისტორია და ხელოვნება და თეატრი. ბარმენი ვარო ერთ-ერთი. ინტერვიუში ამბობ რატომ გადავწყვიტე ბარმენობა და მუშაობ ბარმენზე. ბარმენობა არის ჩემთვის სახლია და ოჯახია და ჩემთვის კლიენტები და სტუმრები რომ მოდიან და უყვეთავენ, მე მსიამოვნებს. ჩემთვის არის შესაძლებლობა ოჯახი და სახლი და ყველაფერი. ბარმენობა ბარისტა ძალიან კარგი პროფესია არა, ეს არის მე დავისმევ კითხვას, ეგ არის ჩემი საყვარელი ჰობის სტილი. ბარისტა და ტრენერი რო გავხდე. გაგვაცალე შემდეგიკო, როგორი ქალია, რას გიყვარს, მაშინ ყველაზე მეტად.
ჩემი დედიკო არის რა გეწვიდა, მაგრამ ვიცი როგორ ვიყურებს, მაგრამ დღეს კითხვას და აქის მე უცნაურ კითხვებს. აი მაგალითად, ჩემი დედიკო აი დედამიწა. დედამიწა. ანუ ინგა ჩემი დედიკო აი დედამიწა. ინგა აი ჩემი დედამიწა. დედამიწა ჩემთვის ყველაფერია. დედამიწა ჩემი დედიკო მიყვარს და დედამიწა ბრუნავს, რომ თემი სოფლიოში დედიკო მყავს ახლა. და დღემდე ძალიან მიყვარს. განათლებული, წესიერი, შესაძლებლობა და ახლა მუშაობს, ახლა როგორ გითხრა, საჯერ აღსრულებაში მუშაობს ინგა და ასე შემდეგ. კაცი ჩემთვის არ არის დიდად. ჩემთვის არის ძალიან ფაქიზი. ანუ ფაქიზი, წნარი, შვილი და მეგობარი. რისი გაკეთება სიამოვნეს თავისება დროს. ჰობი, ჩემი საყვარელი ჰობი არის მოგზაურობა მიყვარს. ფოტოგრაფია ძალიან მიყვარს. კიდევ ამ ხატვარი დავხატავ. მე მუსიკა მიყვარს. მე ვსვამ კაპუჩინო. ყავა მიყვარს. ბისკოტის მიყვარს და ხელოვნება ძალიან მიყვარს. და ძალიან მიყვარს ჩემი ჰობის სტილი არის დაგისმენ კითხვებს. როცა ვარ ჰობის სტილში არ მენობ ბარისტა და ტრენერი. ბრაზდები ნევრებს რომ იშლიან. აი მაგალითად როცა ადამიანები ცუდად იქცევა, მაგაზე ვღიზიანდები. როგორი ვარ მე, როგორი და პოზიტიური, საყვარელი, კარგი ადამიანი და მზე ვარ. როგორი უნდა იყოს ადამიანი, ვიცას მეგობრებიო. მეგობრები ძალიან მიყვარს. ისი რა არის? მეგობრები ჩემთვის არის კედელს მიმაგრებენ. რაღაცნაირად. კედელს მიმაგრებენ. ძალიან მეგობრები, ანუ აქ რომ მოვედი თეატრში ვარ ასაკის ბაღში, მე უცნობი მეგობრები ვართ და ძალიან მიყვარს მე მეგობრები. მეგობრები არის ჩემთვის სიყვარული. როგორც მეგობრები რომ არიან მსახიობები მაგალითად, ხო? აი იგული რაც არის მეგობრები სიყვარულით მიყვარს. ჩემთვის სიყვარული პატივიცემა. როგორც მეგობარი ხარ, მე მაინც მეყვარები. მე მიყვარს განათლებულ ადამიანები და წესიერები. ერთი დღე თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა მიყვარს, ფოტოების გადაღება მიყვარს და TikTok-ის გადაღება მიყვარს. გიგა ძალიან კარგი ფიტი. და გუშმატკივრო. როგორია შენი მომავალი გეგმები შეყვარებულს უყავს? შენ რა გითხარ? კი, ანა დღეს ჩემი დამოუკიდებლობა მაგაშია რომ მე ვაპირებ ჩემი პირადი დამოუკიდებლობა მარტო რომ ვიცხოვრო. კი მყავს შეყვარებული, ვარ შეყვარებული, მაგრამ არ დავასახელებ. და მინდა რომ როცა სიყვარული არის ორმხრივი და მასაც მოწონვა და მასაც კი იმას მე მოწონვარ და იმას მე მოწონვარ. მე ვოცნებობ მაგალითად მინდა თეატრალურში ჩავაბარო ერთი და მეორე მუსიკალურის უნივერსიტეტში მინდა ჩავაბარო და კიდევ
არის ჩემთვის ეგ ვიცი და ჩემთვის არის ბიზნესი, ჩემი ოცნება არის სურვილი, დიდარი ვიყო, მილიონერი ვიყო, კიდე ძალიან მინდა რომ გავხდე კლიპების ავტორი, YouTube-ის ვლოგერობა, მე მინდა კლიპების ავტორი რო ვიყო, YouTube-ის ვლოგერობა გადავწყვიტე და რაღაცა. ეხლა მინდა რომ გითხრათ, ჩემი ოცნება მაქვს რომ თეატრი რომ აგიშენო აუცილებლად. და რომ ეს ასდაკის ბაღი ავაშენო ჩემთვის სიყვარულით. მინდა გაგაცნო ჩემი მასწავლებელი, რეჟისორი ბალჩო გაბრუაშვილი. გამარჯობა. გიგო ძალიან დიდი ხნის წინ, ალბათ 15-16 წლის წინ მოვიდა ჩემთან. მე მაშინ მქონდა ტიპური განვითარების მქონე ახალგაზრდებისთვის სტუდია, თეატრალური სტუდია, სადაც დამირეკა გიგოს დედიკომ, ინგამ და მითხრა რომ ბავშვის მოყვანა მინდა. უთხარი რა თქმა უნდა, მოიყვანეთ მეთქი. მე მაშინ შეშემპირებთან არ მუშაობდი და წარმოდგენაც კი არ მქონდა მათ შესახებ. როგორ არ ვიცოდი, მაგრამ უშუალო შეხება არ მქონია არასდროს. ხო და მოვიდა და მოვიყვანეს გიგო, ინგას ველაპარაკე, არ ვიცი მეთქი რას ვიზაო მეთქი, მაგრამ რაღაცას ვიზაო მეთქი, ესე ვთქალი და ინგამაც დატოვა და წავიდა და იმის მერე აგერ არის ჩემი გიგო სულ და იმის მერე ჩვენ სტუდიაც გავაკეთეთ, თეატრიც გავაკეთეთ და არ ვიცი, ძალიან დიდი ცხოვრება ვიცხოვრეთ, კიდევ ვაპირებთ რომ ერთად ვიცხოვროთ, არაერთი თეატრი ჩამოვაყალიბეთ, შევქმენით, არაერთი სპექტაკლი დავდგით, არაერთ პროექტში მივიღეთ ერთად მონაწილეობა და გიგო დღესდღეობით ჩემი ძალიან ძვირფასი მეგობარი, ჩემი შვილის ნათლია, ჩემი მსახიობი, არ ვიცი, ბევრი რეგალია არსებობს კიდე, რაც არის ჩვენთან დაკავშირებით და რაც მთავარია, ერთად ვართ და ძალიან ბედნიერები ვართ. ძალიან მიხარია, რომ გიგო წარმადგენს მე დღეს თქვენთან. ძალიან ჩვეულებრივად მოხდა პროცესი, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ისეთი, თუმცა არ ვიცი, მან გამზარდა მე გავზარდე ის და აი ესე მიდიოდა ჩვენი ცხოვრება. რომ გითხრათ, ეს 15 წელი რომ მოგიყვეთ, ცოტა გამიჭირდება, ძალიან საინტერესო ადამიანია გიგო, ძალიან ძვირფასი ადამიანია. ჩვენ თეატრის მიმართულება და მიზანი ძალიან მრავალმხრივია, ძალიან ბევრ წახნაგში მუშაობთ, როგორც ამ ადამიანებისთვის არის სასარგებლო, ისე საზოგადოებისთვის არის ძალიან სასარგებლო. არ ვიცი, ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ცვლიან ცნობიერებას, მთლიანად ძალიან მაგრად მუშაობენ მასებზე, არ ვიცი, მთელი დარბაზი რო შემოდის, სულ სხვანაირი სახეები აქვთ ხოლმე სპექტაკლამდე და რო გადიან, სულ სხვანაირი სავსეები გადიან და სულ სხვა შთაბეჭდილებით არიან უკვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან, სულ სხვა ემოციებით და სულ სხვა, არ ვიცი, წარმოდგენებით, ალბათ უფრო წარმოდგენებით, ამას დავარქმევდი, გადიან ჩვენი სპექტაკლებიდან. ალბათ ერთმანეთისთვის მუშაობთ და ალბათ ეს არის ინტეგრაციაც. ერთი სიტყვით რო ვთქვა, სიტყვა ზღვარს ვახსენებდი. ზღვარი არ არსებობს, ვერასდროს ვერ მივახცია იმას, რომ თქვათ, აი აქამდე მივალ და გავჩერდები. ვერასდროს ვერ ვთქვის, რომ ამდენი შესაძლებლობა აქვს და მეტი არა. შესაძლებლობები მართლა შეუზღუდავია. აქ ყოველგვარი იმის გარეშე ვამბობ რაღაც და ალბათ ეს არის ამას ვიტყოდი ამ გამოცდილების ხარჯზე, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია და ეგ არის რა. ჩვენი სამომავლო გეგმები ჩვენ ავაშენებთ ასდაკის ბაღს, ხო? ჩვენ ავაშენებთ ასდაკის ბაღს. ერთად მარტოობის წინააღმდეგ.